სტუდია. მოგესალმებით პატუცემულო რადიო მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩოკოშვილი. გაიგო ჩვენი სტუდია, ყველა თქვენგანისთვის დღეს ორშაბათია, ვიწყებთ სამუშაო კვირას თქვენთან ერთად და როგორც ჩვენმა მუდმივმა მსმენელებმა იცით, ორშაბათი ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ძირითადად პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე საუბრისათვის. დღესაც ასე იქნება. დღეს ვისაუბრებთ ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზე, ვინაიდან ჩვენი მსჯელობის საგანი დღეს კვლავ იქნება ცვლილებები კონსტიტუციაში. ჩვენი სტუდიის სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი, თქვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილი კონსტიტუციონალისტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სამართლის დოქტორი, პროფესორი. მოგესალმებით ბატონ ავთანდილ. სალამი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ცოტა შეიძლება ერთგვარად უცნაურ რეჟიმში მუშაობთ, ბატონ ავთანდილს აუცილებლად უნდა ცოტა ადრე წასვლა და შესაძლოა ბოლომდე დარჩეს ჩვენთან. ამიტომ ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტი მოვიწვიეთ თამარ რუსეიშვილი, რომელიც ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდება. ბატონ ავთანდილთან დავიწყებთ რა თქმა უნდა საუბარს კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ცვლილებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის ბევრი საინტერესო საკითხი. გასარკვევი და ჩვენ გვაქვს შეკითხვები ჩვენი სტუმრისთვის, ბუნებრივია თქვენც მოგცემთ საშუალებას ჩაგვერთოთ გადაცემის მსვლელობაში და თქვენს დაუსვათ შეკითხვები ბატონ ავთანდილ დემეტრაშვილს. ამისათვის აი ამ ტელეფონებით უნდა ისარგებლოთ 240 91 92 და 240 92 92. ბატონ ავთანდილ, ჩვენი მსმენელებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ პარლამენტმა უკვე პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციაში და ჯერ პროცესი გრძელდება, მეორე მოსმენა იქნება, შემდეგ იქნება ეხლა შეიძლება მეორე მოსმენითაც უკვე მიიღო. მეორე მოსმენითაც უკვე მიიღო. ანუ ესე იგი ფაქტობრივად რჩება რედაქტირება ხოლმე მხოლოდ მესამე მოსმენაში, ხო? ოღონდ მესამე მოსმენა იქნება შემოდგომაზე. ხო ასე? მანამდე ჩვენ საზოგადოებას კვლავ გვაქვს საშუალება განვიხილოთ ერთგვარი ესე იგი წინადადებებით შევიტანოთ თუ კი ამის სურვილი გვექნება. ვის და როგორ შეუძლია ამის გაკეთება ბატონ ავთანდილ, რომ დავაკვალიანოთ ჩვენი მსმენელები ცალკეულ პიროვნებას შეუძლია თუ რაღაც ჯგუფები უნდა იყოს, რაღაც ორგანიზაციები, ვის შეუძლია დღეს კიდევ ასეთი აქტიური პოზიცია კონდეს და რაღაც გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ამ პროექტში. ბატონო გიორგი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენ, მივესალმები ჩვენ მსმენელს. მე მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციის მიღების პროცედურა და მისი გადასინჯვის პროცედურა როგორ არის დადგენილი. ანუ პარლამენტი იღებს სამი მოსმენით უნდა მიიღოს, მეორე მოსმენით მიღებულში მხოლოდ რედაქციული შესწორებების შეტანა შეიძლება. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ახლა თამამად თქვათ, რომ მიღებული არის უკვე რედაქცია, გარკვეული რედაქცია არის მიღებული და 3 თვის შემდეგ მომდევნო სესიაზე უნდა მოხდეს მხოლოდ მისი ან მიღება, ან არ მიღება. არსებით ცვლილებებს უკვე ვეღარ შევიტან შემოდგომაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, საზოგადოებამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა აი ამ 3 თვიანი ინტერვალში, 3-ზე ცოტა მეტი გამოდის, ამ ინტერვალში არ მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტის განხილვაში. საზოგადოებას აქვს ამ შემთხვევაში შეუძლია გამოთქვა თავისი მოსაზრება მიღების ან არ მიღების თაობაზე, ან რედაქციული ცვლილებების შეტანის თაობაზე შეუძლია. ყველას იქნება ეს ფიზიკური პირი, იურიდიული, პოლიტიკური სუბიექტი, ყველას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ამ განხილვაში. რა თქმა უნდა, ყველას აქვს ამ მხრივ პროცესი როგორც დაიწყო, საკმაოდ საყოველთაო დაიწყო, ღიად დაიწყო კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი, ასევე მიმდინარეობს, ამიტომ
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იმის თაობაზე, რომ პროცესი ჯერ არ არის დასრულებული და უნდა გავაგრძელოთ ამ პროექტის განხილვა, ყველას ეხება და ყველას აკუფლება შესაბამისი ცვლილებების შეიტანოს. დიდი მადლობა ბატონ ნავთანდილ, რა თქმა უნდა ეს თქვენი განმარტებები ძალიან გამოადგებათ ადამიანებს, ვისაც აქვს სურვილი რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მოდით ახლა კომენტარებიც მინდა გთხოვოთ იმ საკითხებზე, რაზედაც უკვე კარგა ხანია მსჯელობს საზოგადოება, არსებობს როგორც დადებითი დამოკიდებულება, ასე უარყოფითი დამოკიდებულება ამ ცვლილებებისადმი, რაც უკვე დაფიქსირდა, რაც უკვე როგორც თქვენ ბრძანეთ ორი მოსმენით ფაქტობრივად ეგ ნიშნავს, რომ დადგენილია, გადაწყვეტილია. ახლა პარლამენტზეა სიტყვა და საბუნებრივია მანამდე საზოგადოებაზე, ხო თუ არა? ასეთ გება საკითხი, ხო? დიახ. ეს ცვლილებები ან იქნება მიღებული, ან არ იქნება მიღებული. მაგრამ ვინაიდან განხილვის პროცესი გრძელდება, ჩვენც ასეთი ამოცანა გვაქვს დღევანდელ გადაცემაში, რომ კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალ და კიდევ ერთხელ განვიხილოთ უკვე ბატონთან ის კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები, რაც დადებითი და უარყოფითი თქმულა. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ შევეხებით, ამიტომ ძირითად საკითხებზე მინდა გთხოვოთ კომენტარი. აი თუნდაც დაკარგული ეგრეთ წოდებული ხმები რომ იკარგება არჩევნებზე, გამარჯვებული პარტია ვერ იღებს პარტია რომელიც ვერ გავიდა პარლამენტში და ეს ხმები რომ არ დაიკარგოს, როგორ უნდა გადანაწილდეს. ესეც დადგინდა, გაირკვა უკვე პარლამენტის თავმჯდომარესაც უსმინეთ ჩვენ და ეს მიიჩნევს და უმრავლესობა და ამ პროექტის ავტორები მიიჩნევენ რომ წინ გადადგმული ნაბიჯია და კარგად ნაწილდება ახლა ეს დაკარგული ხმები ვიდრე ადრე ნაწილდებოდა, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად უარი თქვა თავის კომფორტზეო. აი რამდენად შეიძლება რომ ასეთი კომენტარი გავუკეთდეს, მაპატეთ ვიდრე ვუპასუხებ. უკვე მსმენელი გველდება თურმე მის კითხვასაც მოვინიშნავ თქვენის ნებართვით. ალო გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ, ალო? ვერ გვერდება? ალო? ალო. დიახ, გისმენთ, რადიოს ჩაუწიეთ ან მოცილდით? დიახ, არა, ჩაწეული მაქვს რადიო, თქვენი ხმა არ მესმოდა თავიდან. გისმენთ. დიდი მადლობა ბატონო გოგი, ბატონი ავთანდილის მოწვევისათვის. ბატონო ავთანდილ მოგესალმებით დიდი პარტიისცემით. სალამი. ბატონო ავთანდილ, მე მინდა ორი შეკითხვა დაგისვათ. ბატონმა გოგიმ კი დაიწყო ამ ხმებთან დაკავშირებით, დაკარგული ხმებთან დაკავშირებით. ესეთი, მაგრამ სანამ მაგამდე მივალ, მე მინდა პრეზიდენტის არჩევის წესზე მინდა. ეგეც მქონდა მონიშნული, მაგრამ კი ბატონო თქვენ დასვით, ეგ კითხვა. კი ბატონო, მადლობა. ბრძანეთ. ჩვენი მოსაზრება, ზოგადად საზოგადოების მოსაზრება, თუ კი ჩვენ ვირჩევთ პარლამენტს, რატომ არ უნდა ვირჩევდეთ ჩვენ პირდაპირ წესით იმას, რა ქვია, პრეზიდენტს, ხო? ან ახლა მოდი ესე ვთქვათ, რომ არ არის აქ ოცნებაზე საუბარი, ნებისმიერი პარტია, ვინც იქნება უმრავლესობით მოსული, ის თავის კანდიდატურას წამოაყენებს და არა ოპოზიციიდან, ეს ერთი. და აი 300 ხმოსანი რას ნიშნავს ეს მაინც ხალხმა კი ვიცით რომ 300 ხმოსანი ნიშნავს რომ ხმის მიცემის უფლება აქვს ხო იქ საკრებულოებიდან პარლამენტიდან 150 და ასე შემდეგ მაგრამ ეს 300 ხმოსანიც ხო ხალხის მიერ არის არჩეული თუ კი ვირჩევთ ჩვენი ხმოსანებს თუ კი ვირჩევთ რატო არ უნდა ავირჩიოთ თქვა პრეზიდენტი ხო იქიდან გამომდინარე პრეზიდენტი არის ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული რაცა ხალხის ხმა მოისმინოს თუ კი 300 ხმოსანი აირჩეს მაშინ რა გამოდის 300 ხმოსანმა უნდა აკონტროლოს ეს პრეზიდენტი ეს ერთი შეკითხვა ეხლა იმ ხმებთან დაკავშირებით დაკარგულ ხმებთან დაკავშირებით ხო პარტია რომელიც გადის პირველ ადგილზე რატო უნდა აიღოს პირობითად თქვათ რომ იმ ხალხმა რომელიც თქვათ ის პარტიებმა აიღეს სიტყვაზე თქვათ ის ნუ ბარიერ გადაულახავი ხმები აიღო ხო ვერ გადალახა ისე აი ხმები რატო რა კრიტერიუმებით იმჟევლეს როგორ მიიღეს რომ
თქვა პირველ გასულმა პარტიამ უნდა აიღოს. მაშინ ეს მართალ აღნიშნავენ რომ პოლიტიკოსები ამას ეს არის მუსოლინის პრინციპი რომ 10 ხმაც რო აიღოს ის უმრავლესობით მაინც მოდის. ესეთი ფორმულირებაა და თქვენი მოსაზრება გასაგებია. საინტერესო იქნება. დიდი მადლობა. კი ბატონო, მადლობთ. გიპასუხეთ ბატონი ავთანდი. ის ჩემ შეკითხვასთან მივიდა თუ გნებთ აქედან დაიწყეთ, თუ გნებთ პრეზიდენტის არჩევაზე უპასუხეთ ჩვენს მენელს. ბატონო გიორგი და ბატონ კითხვის ავტორს მე მინდა შევახსენო უბრალოდ რომ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა კონსტიტუციის გადასვენების თავობაზე. მე ჩემი მოსაზრება ემთხვევა ვენეციის კომისიის დასკვნას, აი ზოგადი დასკვნით მინდა მე დავიწყო და მე კონკრეტულ საკითხებზე ალბათ ვისაუბრებ. ვენეციის კომისიამ აღნიშნა რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა კონსტიტუციის, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა. თუმცა აქვე გენერალური მდივანი მარკეტი ამბობს რომ რაღაც კითხვები მაინც დამრჩანეო. და ერთ-ერთი კითხვა სწორედ აი ამ ორ საკითხს ეხება. მისი ანუ პრეზიდენტის არჩევის წესი და პარლამენტის არჩევნების წესი როგორი უნდა იყოს. დავიწყოთ პრეზიდენტი დავიწყეთ თუ შეიძლება. კი ბატონო, კი ბატონო. მე ყოველთვის ვიყავი, ვრჩები და მომავალშიც ვიქნები პრეზიდენტის პირდაპირ საყოველთაო არჩევის წესის მომხრე. პიროვნულად ასე. პიროვნულად საყოველთაო წესით არჩევის მომხრე. რატომ? არა მხოლოდ იმიტომ რომ ხალხმა უნდა აირჩიოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის არაპირდაპირ წესით არის არჩევა. არაპირდაპირ წესით არის არჩევა, მაგრამ ძალიან ძლიერი პრეზიდენტი არის, ხო? მოსახლეობა ირჩევს ამომრჩევებს. მაგრამ როგორ ირჩევს, იცით? დააყენა, თქვა, ჯონსონმა დააყენა თავისი კანდიდატურა, არ უნდა იყოს თანამდებობის პირი, ეს რიგითი ადამიანი. მან ამ საარჩევნო კამპანიაში უნდა განაცხადოს, რომ მე თუ ამირჩევთ ამომრჩევათ, ამ ხმოსნად პირობითად თქვა. კი ბატონო. მე ხმას მივცემ ტრამპს. ანუ წინასწარ ვიცი მე თუ ვირჩევ, ვის მისცემს ხმას. ისტორიაში, ამერიკის ისტორიაში მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როდესაც გადათქვა ამომრჩევმა თავისი წინასწარი პოზიცია. ამიტომ არაპირდაპირ წესით არჩევა არადემოკრატიულად არ ჩაითვლება. მაგრამ იმავდროულად მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირ წესით არჩევა საპარლამენტო რესპუბლიკაში არ არის სტანდარტი. სტანდარტი არ არის. განსხვავებით რაღაც სხვა დებულებების, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს. ბატონო, არ გედავებით, მაგრამ ჯანი ბუკიკიომ რო თქვა, რომ ევროპულ სტანდარტებში ჯდება ეს. ჯანი ბუკიკია, ჩემი მეგობარი არის 7 წელიწადი იყავი ვენეციის კომისიის წევრი და მე ჯანის შევახსენებ 28-ში მაქვს მასთან შეხვედრა ბათუმში. მსოფლიოში 32 საპარლამენტო რესპუბლიკა არის. აქედან 2/13-ში მიაღწიეთ ყურადღება. პირდაპირ წესით არის არჩეული. როგორი სტანდარტია მითხარით მაშინ? თუ 2/13 ირჩევს პირდაპირ წესით. ევროპული სტანდარტია, აქ წესია ასე ამბობს ბატონო. ავსტრიაში პირდაპირ წესით არის არჩეული, მაკედონიაში, სერბიაში, პოლონეთში და სხვაგან პირდაპირ წესით არის არჩეული. ჯანი ბუკიკიომ თქვა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი არისო. მას არ უთქვია, რომ ეს არის სტანდარტი. ევროპული ну როგორ თქვა ახლა სტანდარტი ევროპელები უფრო იხრებიან საპარლამენტო მმართველობისკენ იხრებიან განსხვავებით პოსტსაბჭოური ქვეყნებისა რომლებიც წავიდნენ ეგრეთ წოდებული ნახევარსაპრეზიდენტო რესპუბლიკისკენ წავიდნენ მაგრამ ჩვენ 2010 წელს ამ ნახევარსაპრეზიდენტო რესპუბლიკა რომელიც სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაიქცა წამოველით საპარლამენტო რესპუბლიკისკენ ანუ დღეს მოქმედი სისტემა უფრო ნახევარსაპარლამენტო არის ვიდრე ვთქვათ ნახევარსაპრეზიდენტო. ეხლა განხორციელებულ ცვლილებებით მივდივართ კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული ამაში, პრეზიდენტის პირდაპირ წესით არჩევა არ ეწინააღმდეგება საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელებს. ამიტომ მე ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მოიქცა დღევანდელი ხელისუფლება, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება პირდაპირ, როგორც არის ახლა დღეს. ხოლო შემდეგი მოდის 2025-ში თუ 23-ში ალბათ. 24-ში, 18-25-23-ში უკვე იქნება ხმოსნების მიერ. ხმოსნების მიერ მე მინდა უბრალოდ ჩვენ მსმენელს მოვუწოდო რომ აი როდესაც ხმოსანს ვირჩევთ ხო
იქნები იქ პირდაპირ დავადგინოთ, ვის დაუჭერს ის ყარ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ანუ, როდესაც პარლამენტში იქნება არჩევნები, პარლამენტის შენობაში არის პირდაპირ დადგენილია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული პარლამენტის სასახლეში უკაცრავად. აი, იქ უკვე უნდა გქონდეს რიგით ამომრჩეველს, რიგით ადამიანს მოქალაქეს უფლება მოსთხოვოს თავის დეპუტატებს, რომ დაუჭერეთ მხარეთ ამა თუ იმ კანდიდატს. ანუ ირები არჩევნები არ უნდა ფორმალურად არ უნდა გადაიქცეს. ფორმალურად არ უნდა გადაიქცეს და აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამაში მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული. ანუ ამ შემთხვევაში ხმოსნების არჩევნებში. ხმოსნების არჩევნები, ნუ ხმოსან ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს, რომელიც შემდგომში უკვე პრეზიდენტის არჩევისას ხმოსნად იქნება წოდებული. გამიგეთ? ну, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, გარკვეული პრიორიტეტები მივანიჭოთ აი იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ სპექტრს უჭერენ ხარ. ბატონო ავთანდილ, ვიდრე ხმების გადანაწილებაზე გვეტყვით რამდენიმე სიტყვას, რა კი შევეხეთ, თქვენ შეეხეთ და როგორც თქვენ თვითონ მარკეტის და შემდეგ ბუგიკიოს სიტყვების გავიხსენეთ, ხო? მოწყობაზე რა კი ჩამოვარდა სიტყვა. მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. თქვენ როგორც კონსტიტუციონალისტი ისეთ წყობას ხომ არ ემხრობით, რომელშიც ეს სიტყვაც ფიგურირებს და რომელზეც ამ ბოლო ხანებში იყო მსჯელობა ჩვენს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. ხო, ნუ გულისხმობ კონსტიტუციურ მონარქიას. კონსტიტუციური მონარქიაზე საუბარი იყო 94-15 წლებშიც, როდესაც კონსტიტუციას მუშაობდით. კონსტიტუციური მონარქიაზე 2009-2010 წელსაც იყო საუბარი, მაგრამ მე როგორც ხედავ, ეს კონსტიტუციური მონარქიის საკითხი ამით ამოიწურა. ამით ამოიწურა ერთდღიანი განხილვა იყო და ამაზე მე მგონია კიდევ გააქტიურდა ამ ბოლო ხანებში და იმიტომ გისვათ ამ კითხვას. ну, იცით რა არის ძალიან ძნელია. ერთადერთი რაც მე შემიძლია უბრალოდ მსმენელებს მოვახსენო 2009-2010 წელს როდესაც ეს საკითხი დადგა, მაშინაც როგორც ბატონმა გია ვოლსკიმ პრეცედენტი, მაშინაც არ იყო გარკვეული, ვინ შეიძლება იყოს რეალური კანდიდატურა ჩვენი მონარქიისათვის, მონარქობის. კი ბატონო, ეგ ეხლა კი. მაშინ მქონდა ვარიანტები იყო ასეთი, რომ შეიძლება თუ წმინდესი რეგენტად დანიშნულიყო, გამზრდელად პატარა ბავშვი გაეზარდა მონარქად. ну, მე რეგენტობაზე უარი ვთქვით და სარეგენტო საბჭოზე იყო საუბარი, მაგრამ საბოლოოდ საკონსტიტუციო კომისიის დონეზეც ეს საკითხი მოიხსნა. მე რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი დღეს უკვე აღარ არის აქტუალური, ვინაიდან უკვე მიღებული არის კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის მიღებული, რომელშიც ამ საკითხზე მსჯელობა არ არის. ну, რა იქნება მომავალში, ვერ გეტყვით ვერაფერს, ჯერ ერთი იმიტომაც, რომ ეს ახალი რედაქცია მხოლოდ ერთ წელიწადნახევრის შემდეგ გამოქმედება. დღეს კი არ არის. მიღებული არის მეორე მოსმენით, სექტემბერ-ოქტომბერში მიღებული იქნება, მესამე მოსმენით იქნება მიღებული და მაგრამ ამოქმედება კიდევ ერთხელ ვამბობ პრეზიდენტის მომავალი არჩევნების ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედება. ну, თლიანად, მაგრამ კიდე არის იქ ნაწილი არის, რომელიც ამოქმედება 2012 წელს, 2024 წელს და ასე შემდეგ. 12 წელს იქ 94 მუზეუმი შეუძლია. გასაგებია, დიდი მადლობა. მსმენელი გვეუბნება, მაგრამ ვიდრე მომდევნო კითხვას უპასუხებთ, ვიდრე მსმენელს ჩავთვალ, მანამდე უნდა უთხრა ჩვენს რადიო მსმენელებს, რომ ჩვენი დაპირების შემოგვერდა გადაცემის კიდევ ერთი მონაწილე, ეს გახლავთ თამარ რუსეიშვილი, მოგესალმებით თამარ. თამარი წარმოადგენს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციას, ხომ ასეა? რა პოზიციაზე ხართ ასოციაციაში? ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ძალიან კარგი, მაშინ იურთიერთეთ ჩვენ საზოგადოებასთანაც, რომლებიც ძალიან ყურადღებით გვისმენენ და ძალიან აქტიურადაც მონაწილეობენ ჩვენს გადაცემაში. კიდევ ერთი მსმენელი გველდება ბატონ ავთანდი და შემდეგ უპასუხოთ. კითხვაზე არ გაგცეთ პასუხი? კი, აუცილებლად ჩავთო ჯერ მსმენელი, დიდხანს რომ არ გავაჩეროთ ტელეფონთან, მობილური გვირეკავენ ხოლმე. დიახ, გისმენთ, ალო? გამარჯობა ბატონ გოგი, მოგესალმებით თქვენთან თქვენს. გაგიმარჯობთ. მეინტერესებდა ბატონო ავთანდი თქვენ როგორც კონსტიტუციონალისტთა კანონის კარგად ცოდებს. აი, როდესაც საქართველოში თქვა არ არის ჯერ კიდევ ჩამოხალიბებული მტკიცე პოლიტიკური კულტურა პარტიებსა და პარტიები იქნება ამინდის მიხედვითად ვერც გაიტყვე პარტია დილით რა პოზიციაზე და საღამოს რა პოზიციაზე და ამ შემთხვევაში რამდენად სამართლიანად მიგაჩნია თქვენ აი ესეთ გარდაცვლაზე საპარლამენტო მმართველობაზე
როდესაც აი პარტია ნამდვილი კლასიკური გაგებით არ არის ჩამოყალიბებული და მეორე კიდევ როდესაც აი ესეთ შემთხვევაში ვთქვათ ეგერ ევროპაში არის ცალკეული პარტიები შეიქმნა და თუნდაც ახლა საფრანგეთში როდესაც ძველ ტრადიციულ პარტიებს სახელი გაუთხა ეს იქნება სოციალისტური სხვა და თუ სხვა შეიქმნა ვთქვათ მაგალითად ახალი პოლიტიკური პარტია მაკრონის გაერთიანება რომელმაც გაერთიანა რაღაცნაირად სახელგანთელი პარტიები და ეს როგორც ჩანს გარკვეული ძალების ჩარევით მოხდა ანალოგიურ სიტუაციას თუ ხომ არ ხედავთ თქვენ საქართველოში როდესაც შეიქმნა და თუ შექმნის გზაზე არის უსუფაშვილის პარტია ესეც ხელოვნურად შექმნილი პარტია არ არის გარკვეული ძალების მიერ რომ გარკვეული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების კონცენტრაცია მოახდინოს აი ამ მიმართულებით და მეორე კიდე საბოლოო ჯამში აი ეს ხომ არა გამჩვენი თვანდელი მსჯელობა ზარლი ხებს ქარავანი მიდის მადლობ ზარისთვის შემობატონო ბატონო ათანდილ ვიდრე თანხალბატონი თამარი ჩაგვერთვება საუბარში იმ მეორე კითხვას უპასუხოთ ახლა თუ შეიძლება კვოტების ანუ დაკარგული ხმების გადანაწილებას არ დაკარგვას რომ ეხება ვის რა პროცენტით და რა რაოდენობით მიეცემა ეს ხმები ყველაფერი მიაქვს მმართველს თუ არ მიაქვს გამარჯვებულს თუ სხვა პარტიების გადანაწილება ერთ-ერთი ურთულესი საკითხი რომელიც განსაცვეთი იყო ამ პროცესში იყო სწორედ პარლამენტის ფორმირების წესი. ანუ როგორ უნდა იყოს არჩეული, როგორი უნდა იყოს მისი სტრუქტურა, ვინ უნდა იყოს მისი წევრი და ასე შემდეგ. ნუ ოცნება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაპირდა საზოგადოებას, რომ გაუქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და დარჩება მხოლოდ პროპორციული სისტემა. Ну, გავიდა დრო, რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები განახორციელა ამ იდეოლოგიამაც ოცნების შიგნით და შემოთავაზებული იქნა პირველ ვარიანტად იყო შემოთავაზებული ეგრეთ წოდებული ბონუსური სისტემა უქმდებოდა, რა თქმა უნდა, უქმდებოდა მაჟორიტარული სისტემა მთლიანად უქმდებოდა და შემოღებული უნდა ყოფილიყო ბონუსური სისტემა, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე გასულ პარტია ყველა გადაუნაწილებელ მანდატებს იღებდა. Ну, ცხადია, ეს გამოიწევდა უკმაყოფილებას ოპოზიციურ პარტიებში, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ბონუსური სისტემა იყო დადგენილი, არამედ იმიტომ, რომ როგორც ეს ვენეციის კომისიის მდივანმა და ჯანიმაც აღნიშნებულ კიკიო, მას ემატებოდა ბლოკების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების აკრძალვა, ეს მეორე და მაღალი, ну, მათი ვენეციის კომისიის აზრით მაღალი საარჩევნო ბარიერი. ანუ სამივე ერთად ქმნიდა არასასურველ პოლიტიკურ და სამართლებრივ სიტუაციას, როდესაც პირველ ადგილზე გასულ პარტიას კომფორტული ვითარება ექნებოდა, მას ექნებოდა შესაძლებლობა ერთპიროვნული მმართველობის დამყარება. რა თქმა უნდა, ოცნებამ განიცადა გარკვეული ცვლილებები, ოცნებაში განიცადეს, გაითვალისწინეს რა საზოგადოებრივი აზრი და ვენეციის კომისიის შეთავაზება და შეიცვალა ეს სისტემა საბოლოო ჯამში დადგენილი არის ეგრეთ წოდებული სამი კრიტერიუმი არის დადგენილი ახლა როგორც ახალ რედაქციაში არის ჩაწერილი დადგენილი არის ზედაზღვარი ანუ პირველ ადგილზე გასულ პარტიას თქვენ დამეხმარებით ალბათ ამაში ხო პირველ ადგილზე გასულ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ბონუსის გამოყენებითაც კი 99 მანდატზე მეტი არ უნდა ჰქონდეს ეს პირველი ზღვარი არის, ქვედა ზღვარი არის დადგენილი, ანუ ბონუსით ისარგებლებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მინიმუმ 75 თუ არ ვწდები მინიმუმ თუ არანაკლებ 75 მანდატისას მიიღებს. მხოლოდ ის ისარგებლებს ამ მანდატით. და კიდევ არის მესამე ფარდობითი ზღვარი არის დადგენილი, ну ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ერთი ცვლილება რომელიც მათ შეიტანეს და მეორე ცვლილება რომელიც ანუ სრულად მაინც არ მიაქვს ხო? არა, ნამდვილად არ მიაქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ. ვენეციის კომისიამ მხოლოდ ზედაზღვარზე დაადგინა თავისი პოზიცია. ზედაზღვარი უნდა ყოფილიყო დადგენილი, კონკრეტულად არ უთქვია მას რამდენი უნდა იყოს ეს ზედაზღვარი, მაგრამ ну მმართველმა პარტიამ დაადგინა რომ ეს 99-ზე მეტი ნამდვილად არ უნდა იყოს. და ქვედა ზღვარი დაუმატა თვითონაც დაუმატა მე ვფიქრობ ეს პროგრესული დამატება არის რომ თუ 75-ზე ნაკლები მიიღო მანდატი მაშინ საერთოდ ბონუსით არ სარგებლობს და ის დაკარგული ხმები მანდატები გადანაწილდება რომელსაც საქმედ მიღებული ხმების მიხედვით და გარდა ამისა და ეს ალბათ უნდა მივესალმოთ ამ ცვლილებას
ამ სისტემის მომზადებას სჭირდება დრო. ამიტომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით, დარჩება მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა, მაგრამ რას მივესალმები ეს ამის თაობაზე შეიძლება სხვა იყოს, მაგრამ მივესალმები იმას, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერი იქნება 3%. 3%-თან და დაიწია საარჩევნო ბარიერი. ნამდვილად მისასალმებელია ბატონო ნათალი, ძალიან ბევრი მიესალმება ალბათ ამას, რომ მრავალპარტიულობისკენ გადადგმული ნაბიჯია ალბათ ესეც, ხო? გვექცება თამარ რუსეიშვილი, გითხარით თუ შეიძლება თქვენი მოსაზრება შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელებს, FM 102 და 4 ტალღაზეა თქვენი მიმღებები მომართული, საზოგადოებრივ რადიოს უსმენთ, ღია სტუდია, ღია ეთერში და აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ ვართ მართალი ახლა ღია ეთერში, მაგრამ გადაცემა იწერება და მისი განმეორებით მოსმენის სურვილი თუ გექნებათ, შედით ჩვენს ვებგვერდზე, რომლის მისამართია რადიო 1.g და თქვენ შეგეძლებათ ღია სტუდიის დღევანდელი გამოშვება განმეორებით მოისმინოთ და არა მხოლოდ მოისმინოთ, ნახოთ კიდეც ვინაიდან ამის საშუალებასაც იძლევა ჩვენი ვებგვერდი. ამისთან ლამაზი გოგონა ვერ ჩავდე ჯერ საუბარში, მსმენელი გვიკებისო, მსმენელია ჯერ ხაზე. ალო გისმენთ? ალო. დიახ. გამარჯობათ, მოგესალმებით. გაგიმარჯობთ. თქვენი მსმენელი ვარ და უსმენ ახლა ეს ვენეციის კომისიის დადგენილება, რჩევა, ყველაფერი. ეს მაინტერესებს ვენეციის კომისია ყოველთვის წყვეტს უმრავლესობას, რაც უნდა იმას. მე არც ერთ პარტიის წევრი არ ვარ, 80 წელს მეხსეული კაცი ვარ, 80 წელს არ ვარ, მაგრამ არც მიგდია ბევრი. ხო და რა რჩევა ისეთი, რომ ერთ და იგივე პარტიამ უპირატესობა მიიღოს. ეს ნუ თუ ჩვენთან საქართველოში ხალხი არ მოინახება იურისტები, რომ ჩამოაყალიბონ და კონსტიტუცია დაწერონ ისეთი, რომელიც ხალხს საზოგადოებას მეერგება. ეს არც ვენეცია გვინდა და არც ფლორენცია ასეთი რჩევით. მადლობა, დიდი მადლობა. თამარ, ჩაერთეთ საუბარში, ვენეცია გვინდა თუ ფლორენცია თქვენ გადაწყვიტეთ ახლა ახალგაზრდებმა. ასე იგი, მეც მის ბატონის მიერ გამოთქმული შენიშვნა, მაგრამ მინდა განვმარტო ცალსახად, რომ ვენეციის კომისია არის ის ორგანო, რომელიც არის ევროსაბჭოს შემადგენლობაში შემავალი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი ორგანო თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც იძლევა მთავარ და განსაზღვრულ რეკომენდაციებს კონსტიტუციური სამართლის დარგში და პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები თუ დასკვნები არის ის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელიც ხელს აძლევს განვითარებას თითოეული ქვეყნის კონსტიტუციონალიზმისა. და ვფიქრობ, რომ მათი დასკვნების გაზიარება ასე თუ ისე ჩვენთვისაც არის ძალიან მომგებიანი და მიზანშეწონილი. რა თქმა უნდა, ჩვენთანაც არიან მნიშვნელოვანი ექსპერტები, იურისტები, რომელთა აზრი არის რა თქმა უნდა პატივსადები და ვფიქრობ, რომ მათი აზრი მეტნაკლებად იქნა გათვალისწინებული საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროს და ის, რაც იძლევა ვენეციის კომისია თავიანთ დასკვნების სახით, არის ის ბონუსი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ მაქსიმალურად ის კლიმატი, პოლიტიკური თუ სამართლებრივი, რომელიც არის ჩვენთვის სასურველი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ძალიან კარგი. თამარ, ახლა ისიც გითხარით, თუ შეიძლება ბატონმა ავტანდილმა მოგვახსენა ამაზე თავისი მოსაზრება, თუნდაც აი ეს ორი საკითხი, ჯერ პრეზიდენტის არჩევაზე არ გვისაუბრე ესე აქტიურად, თქვენ არ ჩართულობთ ამ საუბარში და საერთოდაც ახლა გვერდებით გადაცემაში, გადაცემის სრულობაში. აი ამ კვოტებისკენ დაკარგული ხმების, რომ არ დაიკარგოს ხმების გადანაწილებაზე, რა აზრის ხართ, ახალი მოდელი, უფრო სამართლიანია, ამ პარლამენტის თავმჯდომარე გვეუბნება, რომ ყველა მიმართულებით რა ცვლილებებიც კი ხორციელდება, არის პროგრესი, არის უკეთესობა. თქვენც ასე მიგაჩნიათ ახალგაზრდა და კონსტიტუციონალისტებს თუ არა? დიახ, პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მოხარული ვარ, რადგან 111 სესიის დასკვნა ვენეციის კომისიისა გათვალისწინებული იქნა და შეიცვალა ის სამი ზღვარი, რომელიც ბატონმა ავთანდილმაც აღნიშნა თავის საუბრის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად ის პოზიტიური ცვლილება, რომელიც აღნიშნულ ასე ვთქვათ ბონუსურ სისტემას შეეხება. ვინაიდან იქამდე ძველზე უკეთესია, ხო? დიახ, ძველზე უკეთესია, ვინაიდან მაქსიმალურად შეიზღუდა ის არასამართლებრივი განაწილების შესაძლო შემთხვევები, რაც შეიძლება ყოფილიყო წინა მოდელის შემთხვევაში, დღევანდელი მოდელით მაქსიმალურად არის შეზღუდული გადანაწილების სისტემა და ჩემი აზრით ეფუძნება იმ სამართლებრივ რეგულირებებს, რომელიც არის ჩემი აზრით მისაღები.
პარლამენტის თავმჯდომარეს ამბობს, გუშინაც ტელევიზიით გამოსვლას თქვა, რომ ჩვენ უმრავლესობამ უარი ვთქვით ჩვენს პრივილეგიებზეო. ასეა ცვლილებები პრივილეგიებს ასე თუ ისე უკვეცავს უმრავლესობას? ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში პრივილეგიებზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი, იქიდან გამომდინარე, რომ თუ კი ჩვენ საუბრობთ საპარლამენტო არჩევნებზე, მაშინ როდესაც ჩვენ მივიწევთ საპარლამენტო მოდელისაკენ, მმართველობისაკენ, ამ შემთხვევაში ჩვენთვის აპრიორი უნდა იყოს საზოგადოების აზრი და საზოგადოება თუ კი გადაწყვეტს იმას, რომ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღოს მაგალითად იგივე 75 მანდატზე მეტი ბონუსური სისტემის ჩათვლით, რა თქმა უნდა, დანარჩენი ხმები უნდა გადანაწილდეს პროპორციულად და ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი იქნება ისევ და ისევ საზოგადოების აზრი და რა ის თუ რომელი პოლიტიკური პარტია რა პრივილეგიას მიიღებს. ეს იქნება საზოგადოების გადაწყვეტილება და ჩემი აზრით ეს ტენდენცია არის გამოკვეთილი ამ ცვლილებაში ყველაზე მეტად. აი ჩვენ მოსმენობას დასვა, ეკითხვა ბატონო, თქვენს გიყურებდით და ეთანხმებოდით მის მოსაზრებას, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან ისეთი ძლიერი იმ პოზიციაზე, რამდენად სამართლიანი და სწორიაო ახლა გადასვლა ამ სისტემაზე პროპორციულზე და ანუ გამომდინარე აქედან საპარლამენტო რესპუბლიკაზე თუ შეიძლება ბატონო თქვენს მოგცემთ საშუალებას. თუმცა ერთ-ერთი სერიოზული კითხვა, რომელიც აქ იყო დასმული, ეხება მმართველობის ფორმას და მის მიზანშეწონილობას საქართველოს სინამდვილეში. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სოფლიოში არსებულ 200-ზე მეტ სახელმწიფოს შორის საპარლამენტო მხოლოდ 32-ია. ანუ არ არის გავრცელებული. ძირითადი ნაწილი მისი თუ არ ვცდები 90-95 ეს არის ევროპა არის. მე არასდროს არ ყოფილა საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე და სიმართლე რომ გითხრათ, არც დღეს ვრჩები მის მომხრედ. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის ეფექტურობა ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული. შეიძლება საპარლამენტო რესპუბლიკა იყო გერმანია 30-იან წლებში, მაგრამ რა შედეგი მოყვა მას იცით? ისე როგორც სხვათა შორის ვიტყვი ბონუსურ სისტემაზე, ბონუსური სისტემა არის გავრცელებული მსოფლიოში, ძირითადად ევროპულ სახელმწიფოებში, იტალიაში არის ეს. ბონუსი არის დადგენილი, იქ არ არის ის წინასწარი დადგენილი არის, პირველ ადგილზე გასული პარტია იღებს გარკვეულ რაოდენობას, თორემ 20-25 მანდატი ავტომატურად ენიჭება, მაგრამ გადაწყვეტა ამან სტაბილობის პრობლემა? ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური კი ბატონო იტალია. არასტაბილური ქვეყანა არის, მისი არსებობის 60 წლის განმავლობაში 50 ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არის ჩატარებული. ამიტომ ეს პანაცეა ნამდვილად არ არის. და კარგია რომ გაიგო კიდევაც მმართველმა პარტიამ ეს. დაუჯერა ვენეციის კომისიაზე ერთ-ორ სიტყვას მაინც ვიტყვი, 7 წელი ვიყავი მისი წევრი. ვენეციის კომისია, როგორც მსმენელი ამბობს, ეს არ არის პროკურატურა, რომელიც ადგენს რაღაცას და სანქციებს ითხოვს მერე. ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანო, რომელიც რეკომენდაციებს გვაძლევს. ეს შეიქმნა საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ რათა ხელი შეუწყოს პოსტსაბჭოურ ქვეყნებში კონსტიტუციონალიზმის განვითარებას. მისი ყოველი დასკვნა არის რეკომენდაცია. თუ მიაქციეთ ყურადღება, მსმენელმა შეიძლება არ წაიკითხა მთლიანად ეს ბოლო მისი დასკვნა. იქ რას ეხება პოლიტიკურ საკითხებს, რაც ეხება სისტემის არჩევას, რაც ეხება ვენეციის კომისიაზე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ ძმაო. მაგრამ ის რაც ეხება პრეზიდენტის არჩევნებს, ხო, იქაც ცოტა ფრთხილი დასკვნები არის გაკეთებული, რეკომენდაციები. რაც ეხება ადამიანის უფლებებს, უფრო კატეგორიული არის, ვინაიდან არსებობს ევროპული სტანდარტები ადამიანის უფლებებში და კარგია რომ საკონსტიტუციო კომისიაზე და შემდგომ მმართველი პარტია ძირითადად არის და თავი რაღაც კარდინალური ცვლილებების შეტანას მეორე თავში, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. არის რამოდენიმე პოზიტიური ცვლილება, რომელიც აქ არ განხორციელდება, მაგრამ ძირითადად მაინც შენარჩუნდა ის, რაც იყო და რაც არის დღევანდელ რედაქციაში. ანუ ვენეციის კომისია არ არის, პროკურატურა არ არის და ამით უმეტეს დამსჯელი ორგანო არ არის. და არც გვავალდებულებს არაფერს. არაფერი. საპარლამენტო რესპუბლიკას თუ დაუბრუნდებით, საპარლამენტო რესპუბლიკის არსებობა და ეფექტურობა დაკავშირებული არის მრავალ ფაქტორთან. უპირველესი არის ის, რაც მსმენელმაც აღნიშნა, პარტიული სისტემა. შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენთან არსებობს პარტიული სისტემა კლასიკური გაგებით, გამოვრიცხავ ამას მე. არის ერთი პარტია, ოცნება არის, რომლის იდეოლოგიაც არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული.
არის ერთი კომუნისტური პარტია, არის სოციალისტური პარტია, მაგრამ არა როგორ გითხრათ, არა ძლიერი პარტიები არის მათ პოლიტიკურ სისტემაში ადგილი მაინც და მაინც მყარი არ აქვს. აი დათო უსუფაშვილი ახსენა, დათო უსუფაშვილი მე რამდენად ვიცი ქმნის ცენტრისტულ პარტიას. ცენტრისტულ პარტიას თუ კი ეს შეიქმნება, მე მარჯვენა პარტიები ჩვენ გვყავს, მე მარცხენა პარტია არის რამოდენიმე არის, მაგრამ ალბათ გაძლიერდება. ანუ მე ვამბობ, რომ პარტიული სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ეფექტური იყოს. ამ მოსაზრებას იზიაროთ ბატონო, რაც ჩვენ მომსმენელმა თქვა, რომ სახელგატეხილი პარტიებიო გაერთიანა იქ ევროპული მაგალითი რომ მოიტანა და იგივე ხდება უსუფაშვილის შემთხვევაში ასე ბრძანა მსმენელმა. მე შევიკავებ თავს ამ შეფასებისგან, ერთ-ერთი არ ვიცი ვინ არის გაერთიანებული დათო უსუფაშვილთან, თუ გულისხმობს იმას, რომ რესპუბლიკელების ნაწილი მივიდა, რესპუბლიკელები რამდენიც ვიცი, კარგი ავტორიტეტით სარგებლობდნენ საზოგადოებაში, გარდა რაღაც მომენტისა, როდესაც ისინი კოალიციაში გაერთიანდნენ, ჩემი აზრით გაუმართლებელი იყო ეს გაერთიანება, მათთვის იყო გაუმართლებელი. ხო, ეს ერთი, მეორე პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური სამართლებრივი კულტურა საზოგადოებაში. ანუ აი მაჟორიტარული სისტემა, ვამბობ, ჩვენ უნდა გავავოქმოთ. რატომ? თავისთავად მაჟორიტარული სისტემა მსოფლიოში გავრცელებული არის. ამერიკაში ორივე პალატას ირჩევენ მაჟორიტარული სისტემით, დიდ ბრიტანეთში თემთა პალატას მაჟორიტარული, საფრანგეთში ორივე პალატას მაჟორიტარული, ბუნდესტაგი აირჩევა მაჟორიტარული ზესტა აირჩევა. ეს რას ნიშნავს? აი სამართლებრივი კულტურა საკმაოდ დაბალი არის საზოგადოებაში, ამიტომ ძნელია შეეწინააღმდეგოს ადმინისტრაციულ რესურს მაჟორიტარული სისტემის გამოყენებაში. აი, ამიტომ არის ეს თავისთავად. ეს არის კიდევ რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს არ უწყობს საპარლამენტო რესპუბლიკის ეფექტიანობას. ამიტომ შეიძლება მართებულიც იყოს ის, რომ ეს სისტემა არ ამოქმედდება, ანუ ახალი რედაქცია არ ამოქმედდება დღეს. ეს ამოქმედდება 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, ხოლო არჩევნები უფრო იქით გადაიწევა და იქით არის გადაწეული. შეიძლება ამითაც იყოს გამართლებული. კი ბატონო, ამ საკითხებზე ახალგაზრდა ამ შემთხვევაში კონსტიტუციონალის ასოციაციას წარმოადგენს თამარ რუსეიშვილი და თქვენი პოზიცია თამარ, რას გვეტყვით პარტიულ კულტურაზე, პარტიების არსებობაზე და გამომდინარე, რადგან ბატონი ავთანდილი პასუხობდა საპარლამენტო რესპუბლიკაზე რამდენად ვართ სამისოთ მზად. თუმცა ალბათ ეს უფრო დაგვიანებული მსჯელობაა, ვინაიდან მიდის ქვეყანა აქეთ და კონსტიტუციური ცვლილებებიც აქეთ არის მიმართული, ხო, რომ ძლიერ საპარლამენტო რესპუბლიკა ჩამოყალიბდეს საქართველო. დიახ, დავეთანხმები პირველ რიგში აქ განვითარებულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დღეის მდგომარეობით საქართველო არ არის ნამდვილად მზად იმისთვის, რომ შეხვდეს საპარლამენტო რესპუბლიკას, ასე ვთქვათ, ხელგაშლილი, უხეშად რომ ვთქვა, მაგრამ ძალიან შორეულ პერსპექტივაში ვფიქრობ, რომ პოლიტიკური გემოვნების საკითხი არის ეს უფრო ყველაზე მეტად და ჩემთვის პირადად მისაღები არის საპარლამენტო რესპუბლიკა. პირველ რიგში დავიწყებ საუბარს იმით, რომ საქართველოს ისტორიულმა გამოცდილებამაც გვიჩვენა ის, რომ ერთი ადამიანის ხელში მოქცეული ძალაუფლება ხშირად მიდის უზურპაციამდე და ვფიქრობ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა და ამ იდეის გარშემო კონცენტრირება არ მომხდარა, თუნდაც გუშინან გუშინ წინ ჩვენ აი ამ მონაკვეთისკენ წავედით დაახლოებით 2010 წლის შემდგომ ნაბიჯ და ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკური კულტურა, პარტიულ კულტურასთან დაკავშირებით, რაც დღეს არის, აუცილებლად შეიცვლება. მე ამის საფუძვლიანი იმედი მაქვს, თუნდაც ჩემ გარშემო ძალიან დიდ ამბიციებს ვხედავ ახალგაზრდებში და ეს მაძლევს ძალიან დიდი ოპტიმიზმის საშუალებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამორიცხულია ის აზრი, რომ რამდენიმე ადამიანის ან თუნდაც ასეულობით ადამიანის მმართველობა, რა თქმა უნდა, შეიძლება იქცეს ისეთივე ტირანიად, როგორც ერთი ადამიანის მმართველობა. შესაბამისად, ჩვენთვის თავი უნდა იყოს იმ აზრის, ასე ვთქვათ, გასიგრძე განება, რომ არ არსებობს როგორც ასეთი მმართველობის ცუდი მოდელი. თავი არის თუ ჩვენ რომელს ყველაზე კარგად მოვირგებთ და რომელი იქნება ჩვენთვის ყველაზე უფრო შესაბამისი. და ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე დავინახეთ ის, რომ ერთპიროვნული მმართველობა ასე თუ ისე არ არის ქართული ხალხისათვის შესაბამისი, რადგან ეს არ ამართლებს და ვფიქრობ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა იმით არის უპირატესი, რომ უფრო მარტივი არის ჩემი აზრით ამ ყველაფრის დარეგულირება და დემოკრატიული სახელმწიფოს მიზნების მიღწევა იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ კი არის ყველაფერი ისე გაკეთებული და დაალაგებული სამართლებრივ დონეზე, როგორც ეს არის რელევანტური აღნიშნული
სამართლებრივი მოდელისათვის. ქალბატონ თამარ, რას კი ბატონო, ერთ შენიშნა მინდა მე თქვა. ეხლა მე შემიძლია თამარს ვკითხო. ვინ არის პრეზიდენტი ფედერაციულ რესპუბლიკაში? გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ალბათ ვერ მიპასუხებთ, მაგრამ რო ვკითხოთ, ვინ არის მთავრობის მეთაური, ალბათ დაასახელებთ ანგელა მერკელს 100%-იანი დარწმუნებული ვარ. ანუ საპარლამენტო რესპუბლიკაში როგორც წესი პირველი პირი ხდება არაფორმალურად, არამედ რეალურად ხდება მთავრობის ხელმძღვანელი. ამიტომ ახაც შეიძლება ვთქვათ ერთპიროვნულ მმართველობაზე, რაც შეეხება დანარჩენ სისტემებს, ხო? მთავარია check and balance იყოს. ანუ გაწონასწორებული სისტემა იყოს, ხელისუფლების დანაწილება იყოს რეალურად ეს ერთი და მეორე, რაც მარკეტმა ხაზგასმით აღნიშნა. მე მარკეტს ვამბობ, ეს ვენეციის კომისიის მდივანი. ხაზგასმით აღნიშნა სამივე პრობლემა, რომელიც თქვენ დასვითო პარლამენტის ფორმირებასთან დაკავშირებით მოიხსნებოდა, თუ კი თქვენ სენატს აირჩევდით. გადახვიდოდით ორპალატიან პარლამენტზე. მე ეს წინადადება საკონსტიტუციო კომისიის პირველ ვესხდომაზე დავაყენე. მე ამას ვახერხე. რა გუშლის ხალხს ბატონო, ისიც გითხარით. ამბობენ იმას, რომ არა ვართ მზად ორპალატიანი პარლამენტისთვის, ვინაიდან არ არის აღდგენილი იურისდიქცია. კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, მეც ვარ ალბათ ამაში დამნაშავე, რომ დავტოვეთ ეს ჩანაწერი, მაგრამ ვერ დავძლიე მე ზურაბადეიშვილის წინააღმდეგობა 2009-2010 წელს, როდესაც ვამბობდით, მოდით მეორე მუხლის მესამე პუნქტიდან ამოვიღოთ ჩანაწერი, რომ არა ეს მეოთხე მუხლში არის, რომ ტერიტორიული მოწყობა განისაზღვრება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღდგება ჩვენი იურისდიქცია მთელ ტერიტორიაზე. მიზანშედეგობრივი კავშირი არის აღრეული აქ. როგორ შეიძლება აღადგინო შენი იურისდიქცია, თუ კი კანონმდებლობას არ შეცვლი, ხო? ამიტომ მარკეტმა თქვა, ნუ მიაბავთ ორპალატიანი პარლამენტის შექმნას, ნუ მიაბან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. დაიწყეთ ამითო. არ ვთქვია დაიწყეთო, მაგრამ თქვა, რომ კარგი იქნებოდა თუ ამაზე იფიქრებთ. სასურველი იქნება. ანუ დღეს ამბობენ, ყოველ შემთხვევაში მე სერიოზული არგუმენტი ამის საწინააღმდეგოდ ვერ გავიგე, მაგრამ ალბათ ყოველი ხელისუფლებას თვისება არის, რომ მის ხელში იყოს ყველაფერი. ორპალატიანი პარლამენტი ამის ფუფუნებას არ აძლევს. აქ არ არის გამოკვეთილი ერთი პიროვნება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, აქ სენატის თავმჯდომარე, აქ არის ქვედა-პალატის თავმჯდომარე, იქ არის პრეზიდენტი, იქ არის პრემიერი, ანუ ბალანსი უფრო შესაძლებელია. რა თქმა უნდა, რა თუნდა მაგას ლაპარაკი და გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, ახლა აი ჩვენ ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ბატონ ჯემა გახოკიძე ხელმძღვანელობს, ჩვენ ვამბობთ, რომ ორპალატიანი პარლამენტი არის რაღაცა პატარა გასაღები განდგომილი რეგიონებისათვის დაბრუნებაზე. ხო? ანუ ჩვენ შეგვიძლია კონსტიტუციას ჩავწეროთ, რომ აი მომავალში თუ კი შეიქმნება სენატი, მისი პრეზიდენტი შეიძლება იყოს მხოლოდ განდგომილი, ანუ განსაკუთრებული სტატუსის მქონე ტერიტორიული ერთეულის მიერ არჩეული პირი. ხო? ანუ მე არ გამოვრიცხავ, რომ სენატის თავმჯდომარე შეიძლება გახდეს აფხაზეთის წარმომადგენელი, ხო? მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ კონსტიტუციაში ჩავწეროთ უფლება მონაცვლე პრეზიდენტის გახდება სენატის თავმჯდომარე. ანუ აფხაზი შეიძლება იყოს ჩვენი პრეზიდენტი, ხო? მე ვამბობ მომავალზე ვამბობ. ეს ხანგრძლივი პროცესი შეიძლება იყოს, მაგრამ სენატი გარდა აი ამ აფხაზური პრაქტიკული რაღაცა მომენტისა ხელისუფლების დანაწილების სრულყოფას შეუწყობდა ხელს. დრო გვეწურება, ერთი მსმენელი გველოდება კიდევ და მე ბოდიში უნდა მოვუხადო ჩვენ მსმენელებს, ეს იქნება ბოლოს არის ჩვენს გადაცემაში, იმის გამო რომ სულ 3 წუთი დაგვრჩა. გისმენთ, ალო. მოგესალმებით, მაპატიეთ, მაგრამ მაინტერესებს, რატომ გახდა ამ ჩვენ დაქცეულ გაუბედურებულ ქვეყანაში ქართველი აღარა ვართ პროცენტულად მაინც დაბაის ლაპარაკი კონსტიტუციაში ცვლილებაზე. ხომ იყო დაწერილი საბჭოთა კავშირის დროს კონსტიტუცია და იგივე არ ხდება დღეს და გაგრძელდეს რა მნიშვნელობა აქვს და პარლამენტი, სადა გვაქვს ჩვენი პარლამენტია, ერთპალატიანი, სადაც კვიციანი და ასეთები არიან პარლამენტში იმათი
მიღებული კანონები, აი სიცხვილი არ არის არც თქვენი და მეფეზე არის თან ლაპარაკი, როცა ჩვენ რუსები გვეძახოდნენ ბაგრატიონებს ასპიტთა თაობას ეძახოდნენ და ეხლა ბაგრატიონ მუხრანელს კი უნდა თურმე მეფე და აი სასაცილოდ ხომ არ გამოვიყურებით დღეს ჩვენი ქვეყანა. მადლობ ზარისთვის, თამანო, ახლა თქვენ უნდა ჩაგვერთოთ მამ კითხვის დასმას ვაპირებდი თქვენთვის ბატონმა ავტანდილმა გაგვიზიარა მოსაზრება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით და სპენელს უპასუხეთ პირდაპირ მე აღარ დავსვათ დამატებით კითხვებს ცოტა დრო დაგვრჩა. კარგით, აი პრეზიდენტის შემოვიფარგლებით ძალიან მოკლედ. ჩემი აზრით დღევანდელ სიტუაციაში თავას არ უნდა იწოდეს ის პრეზიდენტის არჩევის რომელიც წესი არის ყველაზე უფრო შესაბამისი. ისევ რომ დაუბრუნდეთ წინა თემას, ჩვენ შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე თუ მართლობის რომელი მოდელი არის ჩვენთვის უფრო მოსაწონი, მაგრამ იქიდან გამომდინარე თუ კი გადავდივართ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე და თუ კი პრეზიდენტს ექნება ის უფლებამოსილებები და იმ მოცულობით რაც ბატონმა მიგვანიშნა წერა, ხო? კონსტიტუციის გადასინჯვის გერმანიის პრეზიდენტი რომ ახსენა. დიახ, რაც კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში არის, მისი უფლებამოსილებები დღეის მდგომარეობით, ჩემი აზრით, იგი უნდა აირჩეს არაპირდაპირ წესით, სწორედ ისე, როგორც ეს არის განსაზღვრული. იქიდან გამომდინარე, რომ თუ კი ჩვენ პირს ვანიჭებთ ლეგიტიმაციას, თუ კი საქართველოს მოსახლეობა მიდის არჩევნებზე და აძლევს ხმას პრეზიდენტს, მას უნდა ჰქონდეს იმისი საშუალება, რომ ელემენტარული მაგალითად განახორციელოს ის დაპირებები, რაც მან წინა საარჩევნო კამპანიის დროს მისცა მოსახლეობას. მაგრამ რეალურად მას ამის საშუალება ჩვენი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის შესაბამისად არ აქვს და ის უფლებამოსილება, რასაც იგი რეალურად ფლობს და მინიჭებულ კომპეტენციას შორის არ უნდა იყოს ასე ვთქვათ შეუსაბამობა და დისონანსი. ეს არის ძალიან მოკლედ ჩემი მოსაზრება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. ხალბატონსაც უპასუხეთ ბოლომდე ბევრ თემაში ხო მართალია, მაგრამ მოკლედ იქნებ. დიახ, მაშინ დავიწყებ ისევ საბჭოთა კავშირიდან ლაპარაკს. ის კონსტიტუცია ყოფილიყო ასე ვთქვათ. ანუ ჩემი აზრით ყველაზე უფრო კარგად ხალხის სულისკვეთების გამომხატველი დოკუმენტი და ზოგადად პოლიტიკური დოკუმენტი ასე ვთქვათ, და არა მხოლოდ სამართლებრივი არის კონსტიტუცია და იგი უნდა იყოს აბსოლუტურად შესაბამისი ნებისმიერი ქართველი ადამიანის სულისკვეთებისა. მაშინ როდესაც საუბრობთ იმას, რომ ჩვენ დავტოვეთ საბჭოთა კავშირი და დავტოვეთ არა მხოლოდ საბჭოთა კავშირი, არამედ ვფიქრობ, რომ ჩვენ ცნობიერად გადავედით იმ ეტაპზეც, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაც აღარ უნდა ვიყოთ და აღარ ვართ, ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უნდა გაქრეს ყოველი მემკვიდრეობა, ცნობიერიც და არაცნობიერიც, რაც დაგვიტოვა ჩვენ საბჭოთა კავშირმა. შესაბამისად, იმ ასე ვთქვათ, სამართლებრივი მემკვიდრეობის მიყოლა, რაც თუნდაც საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვა, ჩემი აზრით, დღევანდელ მდგომარეობაში იქნება ასე ვთქვათ, თვითმკვლელობის ტოლფასი სახელმწიფოს მიერ. კარგი, დრო ამოგეწურა. მადლობა მინდა მოგახსენოთ, ძალიან ბევრი საინტერესო თემა კიდევ შეიძლება გაუთავებლად მსჯელობა და ძალიან კომპეტენტური ადამიანები ბრძანდებით. მადლობა რომ მობრძანეთ, ბატონო, დამეგინდოდათ კიდევ ნახევარწუთი შემიძლია რაღაც ფრადა რეპლიკა თუ გნებავთ. მე მინდა ის მოგახსენოთ, რაც თქვენ თავიდანვე დაიწყეთ, რომ სამთვიანი ინტერვალი არის მეორე და მესამე მოსმენებს შორის. ცოტა მეტი არის, მაგრამ სამთვიანი ეს ოფიციალურად უნდა იყოს. და მოუწოდე მოსახლეობას, რომ ყურადღებით გაეცნოს იმ ახალ რედაქციას და თავისი შენიშვნები, თავისი მოსაზრებები მიღება არ მიღების თაობაზე მიაწოდოს საქართველოს პარლამენტს. დიდი მადლობა. ავტანდილ დემეტრაშვილი, კონსტიტუციონალისტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სამართლის დოქტორი, პროფესორი და თამარ რუსეიშვილი, ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წარმომადგენელი იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და თქვენთან ერთად უკვე მადლობას მოვახსენებ ჩვენს მსმენელებს ყველას ყურადღებისთვის, ვინც დაგვიკავშირდა მათაც და ვინც ვერ დაგვიკავშირდა ყველა ჩვენს მსმენელს. ნათი არველაძე, ლელა ვაშაკიძე, ინგა გურგენაძე და გიორგი ჩოკოშვილი მუშაობდით გადაცემაზე. ჩვენ ღია სტუდიაში შევხვდებით უკვე ხვალ. Студия.